ქართული მობილური იუსტიციის სახლი ევროპაში საჯარო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი კონკურსის გამარჯვებულია. ეფექტიანი, ინოვაციური და მოქალაქეებზე მორგებული მომსახურების გამო მობილურ იუსტიციის სახლს კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა. საერთაშორისო კონკურსი საჯარო სექტორის ინოვაციურ პროექტებს მთელი ევროპიდან აერთიანებს და მათ შორის საუკეთესოებს ასახელებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც 5 წლის წინ დაინერგა ამ ეტაპზე მთელ საქართველოს ფარავს. ის მოქალაქეებს 500-ზე მეტი საჯარო სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად ადგილზე სთავაზობს. პროექტი, რომელიც 2021 წელს ამოქმედდა და 5 წლის განმავლობაში უკვე 222 სოფელი და 250.000-მდე მომხმარებლისთვის გაწეული სერვისი მოიცვა, ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების ფარგლებში დაჯილდოვდა. გადაწყვეტილება ევროპის მასშტაბით ინოვაციური, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების გავლენისა და დაჯილდოების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პლატფორმაზე გამოქვეყნდა. ეს დაჯილდოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ევროპის მასშტაბით ყველაზე ინოვაციურ და მოქალაქეზე ორიენტირებულ პროექტებს აფასებს. დღეს მობილური იუსტიციის სახლები ოპერირებს საქართველოს 10-ვე რეგიონში და რეგულარულად აწვდის მაღალმთიან სოფლებსა და ადმინისტრაციული ცენტრისგან დაშორებულ დასახლებებს იმ 500-ვე სერვისს, რომელიც ხელმისაწვდომი არის იუსტიციის სახლებში. ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოვება ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტის ინიციატივაა და იგი ევროპული საჯარო სექტორის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსად მიიჩნევა. კონკურსი აერთიანებს სახელმწიფო უწყებებსა და ინოვაციურ პროექტებს მთელი ევროპიდან, რომლებიც თანამედროვე მოქნილ და მოქალაქეზე მორგებული სერვისების დანერგვის მიმართულებით გამორჩეულ პრაქტიკებს ქმნიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოქალაქე და მისი ინტერესების დაცვა. იუსტიციის სახლი უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს ისეთ ინოვაციურ პროექტებს, სადაც აქტიურად იქნება გამოყენებული როგორც ტექნოლოგიები, ასევე ხელოვნური ინტელექტი. პროექტმა მობილური იუსტიციის სახლი ამოქმედებიდან 2 წელში მთელი საქართველო მოიცვა. პროექტის დახმარებით მოქალაქეებს ყველა იმ სერვისზე, რომლებიც იუსტიციის სახლში მოქმედებს, ხელმისაწვდომობა გაეზარდათ. ადმინისტრაციული ცენტრისგან შორს მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 500-ზე მეტი სერვისით სარგებლობის საშუალება ეძლევათ. მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედი 20 ერთეული მობილური იუსტიციის სახლი უწყვეტ რეჟიმში ემსახურება საქართველოს 10-ვე რეგიონის 90 სოფელს. უახლოეს მომავალში კი მობილური იუსტიციის სახლის სერვისით კიდევ 40-მდე სოფელი ისარგებლებს. ძალიან ხშირად ვსარგებლობ მე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მომსახურების ამ სერვისით. ჯერ ერთი ის რომ ადგილზე გვიხდება მომსახურება, გვიწევენ მომსახურებას და რაიონში სიარული არ გვინდა, თბილისში არ გვინდა სიარული. ძალიან დიდი სიკეთეა ეს ჩვენი მაცხოვრებლებისთვის, რა თქმა უნდა. არ უწევთ არც რაიონში გადაადგილება, არც დედაქალაქში წასვლა. ძალიან დიდი შეღავათია ჩვენთვის, რომ არ გვიწევს რაიონში წასვლა, ან თბილისში წასვლა. იმიტომ რომ მეც ახლა უბრალოდ ხელი მქონდა მოსაწერი და აი აქვე მოვედი, რაღაცო წავიდე იქ. არიან ძალიან ბევრი გაჭირვებულები, ავადმყოფები, რომთაც ოჯახებშიც მიდიან სახლში და ემსახურებიან. ძალიან კეთილსინდისიერად მართლად. მობილური იუსტიციის სახლს კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი ევროპის საჯარო სექტორის 2025-2026 წლის ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცემა, რომელიც 2026 წლის 23-25 სექტემბერს ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში გაიმართება.